ვალიდა თოდრაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელმთა. ბატონ სოსო ბერიკაშვილი. წაგიკითხავთ ქართლის ცხოვრების ქრონიკები მოთხრობილი ვახტანგ ჭელიძის მიერ. ნაწილობრივ ბატონ წამყვანო, მთლიანად არ მოგწევთ. მაშინ მოусმინეთ ყურადღებით, რასაც მე ახლა წაგიკითხავთ. თავის წიგნში ვახტანგ ჭელიძე დანანებით აღნიშნავს, რომ დემეტრე პირველის მეფობის პერიოდზე მცირე ცნობებია შემონახული. ამიტომ ციტირებას ვახდენ. მოვუხმოთ იმ წლების ყველაზე მოძრავსა და მოქნილ მოწმეს. ერთსა და იმავე დროს ყველაზე უფრო დემოკრატსაც და ყველაზე ბატონკაცსაც, მედიდურსაც და გაქნილსაც. თავმომწონესაც და თავმოყვარეობა შელახულსაც, რომელსაც ვინიცის ქვეყნად რამდენი უწანწალია, რა შარაგზები მოუულია, რამდენი სოფელი და ქალაქი მოუნახულებია, რამდენ ეზოკარში შესულა, რამდენი კაცის სახლში შეუხედავს, რა არ უნახავს, რა შუღლისა და სისხლის ღრის, რა სანატრელი იმედისა და მწარე იმედგაცრუების, რა წამიერი სიამოვნებისა და საშინელი უბედურების მიზეზი გამხდარა. ყურადღება, შეკითხვა. ბატონო სოსო. ერთი წუთის შემდეგ მაჩვენეთ ეს მოწმე. ბიჭო, ფული ხო არ არის, მონეტა. მაჩვენეთ ეს ფულზე. რაღაცა ეგეთი რომ ფულზე რამე დემეტრე ხო არის გამოსახული. გინო როდის მეფობდა რომელ არა, მაგას გავიარეთ. შემდეგი ვერსია რა შეიძლება აჩვენო? სათვალე. რა უნდა ვაკეთო? ფულზე ვინახატია. რა ნიშნავდა? არა, მონეტებზე ანახო რა. მონეტები შეიძლება ისტორიის აღდგენა, ხელი შეიძლება რომ რა აჩვენო ამ შემთხვევაში. არა. რაღაც ისტორიული წყაროები გავიხსენოთ რა. რამ შეიძლება ინფორმაცია მოიტანოს? და გაქნილი დადიო და შუღლის დადიო და შუღლის საფუძვლის ფული კარგია, კაი უიცილებს. რა პერიოდია ეგ? რა პერიოდია მე-11 საუკუნე არის. ვინმე ხო არის სომეხი ისტორიკოსი, ვიღაც ხო არის ცნობილი მაგდროის რაღაცები. ბლოკნოტი ხო არ არის რაღაცა. აღანდის ფული არა. ვინ შეიძლება ბიჭო ინფორმაცია მოიტანოს დღემდე? ანუ და იმარჩიელო, ან ვიღაცამ ინფორმაცია მოიტანოს. რაღაცა მაგრამ ვერ ვაჩვენე. არა, ყველგან რო შესულა. არქეოლოგიური გასხვები რაღაცა. აქ რა უნდა ვისი ვერსია იყო ფული? დრო ამოიწურა. ბატონო დავით, მორჩა კამათი, ვინ მაჩვენებს? აი ბატონო წამყვანო, სოსო ბერიკაშვილი გაჩვენებთ. სოსო ბერიკაშვილი მაჩვენებს? ბატონო სოსო, დიახ ბატონო წამყვანო. მაჩვენეთ ის, რაზეც ამხელა ციტატა წაგიკითხეთ ვახტანგ ჭელიძიდან და რაც ერთსა და იმავე დროს უფრო ყველაზე დემოკრატიც იყო, ყველაზე ბატონკაციც, მედიდურის და გაქნილიც, თავმომწონეს და თავმოყვარეობა შელახულიც. ეს არის ფული ბატონო წამყვანო, მონეტა. მაშინ კაღალდის ფული არ არსებობდა საქართველოში ყოველ შემთხვევაში და არა, ერთწუთი. მაშინ ამას ქვია მონეტა. მონეტა ხო ფული რა. არა. ფული არის ყველაფერი. აგერ განახეთ. მონეტა. მონეტა არის თქვენი პასუხი. დიახ, ანუ ფულადი არა. ფულად სხვა რამეა. კილა ერბოსაც წვლიდნენ. თქვენ უნდა მაჩვენოთ ის, რაზეც საუბრობს ვახტანგ ჭელიძე. დიახ, ეს არის მონეტა, რომელსაც იმ შემთხვევაში ფულის ფუნქცია აქვს რა. ეგ არის არ მონეტა უთხარი. რას მაჩვენებთ? მონეტას გაჩვენებთ, არა? всё. აი ესა თქვენი პასუხი. მორჩა. დიახ, ოღონდ ეს არ არის ორლარიანი რა. იქ სხვა მონეტა იქნებოდა. გასაგებია დემეტრე პირველის დროს ორლარიანები არ იყო. გასაგებია. კოდ 50 თეთრიანი. ყურადღება, სწორი პასუხი. გამოიცნეს. ვახტანგ ჭელიძის აზრით ფულით ბევრი რამის დადგენა შეიძლება. ვინ და რა ნიშნებია ზედ გამოსახული, როგორი დამწერლობა იყო იმ დროს, რომელ ქვეყნებთან ჰქონდა ამა თუ იმ ქვეყანას სავაჭრო ურთიერთობა. დემეტრე პირველის დროს მოჭრილი მონეტა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და იმ ეპოქის სარწმუნო წყაროს წარმოადგენს. სოსო ბერიკაშვილმა გაათანა ბრანგარიში.